მე მომწონს უფრო აი სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რა. აი ლათინოები და ისინი. ტემპერამენტიანი ცოცხალი ტიპები. ხო, რაღაც აი საჩემო ხალხი, ეხლა რომ ვიცხოვრებ თქო იქ შეიძლება მოგატყუა ესე რომ გითხრა, იმიტომ რომ თლად უსაფრთხოება ეგეც არ არის რომ აი ჩემი ოჯახით და ის ყველაფრით, მაგრამ აი როგორც ეხლა რო ვარ, როგორც ვარ, აი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ხალხი ისეთია რომ ანკაც აი ყველა გესალმება, ყველა ისა, ყველა გახარებულია, ერთადერთი რაზეც ფიქრობენ საღამოს ლუდალიონ, ანუ ან რაღაცა საცეკვაო სიმღერა ჩაურთე და ადგებიანი ცეკვებენ, ანუ ძალიან მაგარი ხალხია მაგ ხრივ რა, ეხლა რომ შეადარო აზიას და ევროპას, მაინც ეხლა ევროპაში ცოტა აი მაინც ისინი არიან რაღაც აი შორს რაღაცა აი მეგობრულები არ არიან ეგრე რა, ესე რომ მიხვიდე უბრალოდ ადამიანებთან გამოელაპარაკო, აი მაინც დისტანციას იჭერენ და სამხრეთ ამერიკაში არა დისტანცია გადაკვებიან თავს არ. აუ მაგარია და ეგ ხალხის ხრივ გიგიდა ის ბუნება და აზია რა, ალბათ აზიაში ხა მე ფილიპინები მომეწონა ძალიან მაგარია რა, ესე ბუნების ხრივ, აი მარტო ცალკე ბუნება რო აიღო და ინფრასტრუქტურას რო არ შეეხო, არ ვიცი, აი 64-ში მეგონა თავი ისეთი ლამაზია, მანდაც ცოტა ტაილანდშიც. იაპონიას საერთოდ სხვა არის რაღაცა ის 64-ია იმ ხრივ რომ სიწყნარე სიმშვიდე, აი სოფლები რა, ეგ იაპონია. ეხლა ჩვენ ვართ გეოგრაფიის გაკვეთილზე. სიამოვნებით თუ. იაპონია იყო რაღაც სასწაული, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ძალიან მოწესრიგებული, აი სოფლებს გეუბნები რა, ძალიან მოწესრიგებული, ცოტა მანქანები. სიმშვიდეა როგორია, აი რავი რა, ძალიან. და ყველაფერი აი მართლა ლამაზი, სუფთა, ისეთი. ძალიან სიწყნარე იყო ჩემთვის რა. ფიქრობდი რომ რა კაია თქო, მაგრამ 1-2 დღის მე ამდენიც არ შეიძლება, ცოტა იხმაურე. ხურად სიმღერა რო ჩართო ხმამაღლა შეიძლება გაიგოს იქით 4 კილომეტრში იმხელა ისეთი სიჩუმეა რა და მაგრამ ძალიან კაი ისეთია რა, საინტერესო ადგილი.